დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და მადლთა შენით სახიერო დამქრალა სევდა განკურნე ჩვენი უძლურება და ცოდვა ჩვენი უგუნისამდე უგუნითი გიგალობთ რწმენი უფალო შეგვიწყალე უფალო შეგვიწყალე ჩემში სულით ზამთრის მართა გამოაყრინე გულთაშინა ცისკრის აბოცვა დამათქმევინე ნეტარება უფალმა მომცა შეწოდებანი მომიტევე განაგდე ავი რამე თუ შენ ხარ ჭეშმარიტი ყოველთა ამი დიდება შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და მადლთა შენით სახიერო დამკრალა სევდა შეგვიწყალე უფალო შეგვიწყალე უფალო შეგვიწყალე უფალო შეგვიწყალე წარმატებისა და სიხარულისთვის იქცეს. მადლობა მოგზაურებისთვის.
ჩვენი სტუმრობი, კიდევ ერთი ლამაზი და ღირსშესანიშნავი დღის ამსახველი ფურცელი ჩაიწერება ჩვენი სკოლის ისტორიაში. ყველას კარგად მოგეხსენებათ. რა ყოფაში გვიხდება დღეს ცხოვრება. იგრძნობა ყველაფრის დეფიციტი. თქვით სიყვარული, ღირს, თუნდაც თბილი სიტყვისაც კი. თითქოს ყველაფერმა დაგარდა ფასი. სამყარო გაიხო. მე და ჩემი თანატოლები ოპტიმისტები ვარ და ამ გარიგდებაში ხელახლა უნდა იშვას ის, რასაც სიყვარული ჰქვია. დავიბრუნოთ იმის ძალა, რომ მოყვას თბილი სიყვარული. უნდა ვირწმუნოთ, რომ ამაღალი იქნება სწორედ ისეთი, როგორცაც ჩვენ შევხვდით, რა თქმა უნდა, ღვთის შეწევრით. ჩვენი მოინდომები, წმენით და ცოდნით, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს. ჭეშმარიტად აღსრულდება ჩვენი ერის სანუყვარი ოცნება. ახდება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის სიტყვები. ყველა განსაცდელი სწავლა და ბედნიერება მოვა. იბერია გაწინდება. მარია, მიუხედავად ჩვენი მცირე ასაკისა, ჩვენ კარგად ვიცით, საიდან მოდის ჩვენი თაობა. წინაპართა ფესვებიდან აღმოცენებული ჰეკლიანი გზებით მოდის. ნაომარ და ნაჯაფობით. წმენა შეუყევი და იმედი აქვს. ვიცით უამრავი სიცოცხლე შემოეხარჯა ამ გზასავალზე, მაგრამ მაინც არ დახილა სამშობლოს სამსახურს. ერის მაღალ სამრეკლოზე ზარების დარისხება. სწორედ ამ სიტყვების დასტური გახლავთ ჩვენი დღევანდელი მოგრძალებული ღონისძიება. უნდა მოგიყვეთ ამბავი საქართველოზე. არ ვიცით გამოგვივა თუ არა, მაგრამ გწამდეთ. უსაზღვროთ ფსურს, ყველაზე საინტერესო, საგულისხმო ამბები, ჩვენი ისტორიისა, შევკრათ და მოვიტანოთ თქვენა. მას ასე მოვისმინოთ ამბავი საქართველოზე. ბაბუ ახლა შენ არა ვაფრით ჩამოვჩდები თორე ჩემი ასაკისგან სამდენი სიარული საჩემიც 2009 2010 2010 რასა ბაბუ როი მაცანი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 ახლა 2025 ხო ბაბა რა შენ 2011 წელს ხარ დაბადება გამოდის რომ მე 14 წელიწადში ხარ გადამშრალი არაფერზე ფიქრი ბაბუ არ ეკადრე შენი პოლა ფიქრს უნდა მიეჩვიო დრო აუყო მართალი ხარ ბაბუ წამოდი სახლისკენ წავედი დედა ღვთისა ეს ქვეყანა შენი ხვედრია შენს მეოხებას ნუ მოაკლება მტანჯულ ხალხსა საღმრთოდ მიიღე სისხლი რომელ ამ ხალხს უღვრია ჩაგრუცასო ნუ არ იგებ მოწყალე თვალსა აი ბაბუ ასე ილოც და ქართველი მოდით გაგღებს ავეძებ ღვთის მშობელს უფალს აი თუნდაც დროა იცოდე ჩვენი ამ ჩვენი წარსულიობა რა ვიქნებოდი თაქამს ქრისტიანობა რომ არა რომ არ მიგვეღო დათეთი არ გვეხდებოდა ქვეყანა ითაც ბამბა თაქო ხოდა ბაბუ მიანა რაიც ჩვენი წარსულის ამბავი მე ძლიერდი და ვიცოდე რანი ის დავიქუთ
შენ გენაცვალე, ბაბუ. წამოდი და ყველაფერს მოგიყვე. მაწვივი და სწავლო. საცნობლად თავისადა. ვინ არის? როგორ მოსულ? სად არის? წავა სადაა. ისი ხმამოვეცმა. მოდი, შემოთბილებო და კაბილები. სულის და გულის ნაწილები. ცეცხლივი დაავითეთ ყვიდან ახმისა. სამითაო. ბაბუა. შვილიშვილი და მამა. უხარში მოგიზგიზეთ ცეცხლივით ვიწვი და ვიდაგები მამულისა და წმენის სიყვარულში. ვარდა რა გაიცეს ამდანო შვილს. დაჯერ ბაბუ. ჩვენი მამა პაპას უხრის ცეცხლივით იცოდა და იდაგებოდა მამულის სიყვარულში. გამხიარულდი გუხარო. გულ ჩათხრობილი დუხარო. მოგიყვეთ ჩვენი ამბავ უფას მადლობა ბაბუ სიბერე მაინც ავისაშო. ჩემო თვანდაფელო ჩემო სანატრელო გურდის დიდი ყოფილა საკუთრებით. ბაბუ არ გადაგხვდენია თავს. გამტევრი არ მოგვსევი. გავაიბაქლა. რა სისხლისკვა, რა გორჩენა ტბით და არ გამოგვივი. მოკლედ. რა წისქვილისკვა არ დატრიალებდა ჩვენს თავს. მე ბაბუ რით გავუწევ და გაგიხშო. ჩვარცმული ქრისტესთვის როგორ გადაგჭი? ვაშკაცობა და ვაშკაცი ხმალი და ხმლის ჭედვავის ომის საქმეთას უნდა და ომის საქმე ვიცო. ასე შევიდა ქვეყანა და სახესახსენებელი არ ამოგვიყვება. მე ბაბუ კიდევ რა კიდევ ქრისტიანობას დავუყო საფრანგ. ამის საძირკვა ჩვენი ძვლები გამოვიდა. მაგრამ ბავშვები, შეხედეთ, რა საინტერესო ამბებს ყოლია. მოდი, ჩვენ შევურდეთ, გავარჯავოთ ამბავი საქართველოს. გვესმათ ქვეყანად ხრობილი. ჩვენც რომ თქვენს გვერდზე ჩამოვდეთ, არ შეიძლება განაცხადოს. როგორ არა, მოგზად, ბავშვები. ხმარი ღვთისა, მოგონები, გარდასულ დღეთ ამოვიდა. თქვენს გაიცნო, წარსული. ვიარეთ ამბები საქართველოს. აბა, როგორ მოხდა? ძალიან კარგი, მაშინ დავუწყო. წიგნი დაბადებას სმენია თან. კი მამა როგორ აღსვენია და მაინც რა არის ეს დაბადება? მაშინ სამყაროს შექმნისა და ადამიანის მოდგმის ამბებია მოთხრობილი. ოჩა შვილი. დიახ, მასში შემდეგია ხმული. დედამიწაზე ცხოვრება. პირველ ხალხთა შორის დაბადება ქართველ წინაპრს. თობელს, ბოსოქს და თარგამას იხსენია. ოჩა. თმით ეს ისინი სოლიაფეთის ძენი და მათი თამოვავლები იყვნენ. მოდი მე დაქტორ, აბა თქვენიც. ოჩა, ბავშვები, დიახ, ისინი სერ მიწაწყალს. მცირე აზიას, სამხრეთ ევროპასა და ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლეობს. ძლიერები ვიყავით, არა, ბაბუ? გადგინა, მე. აღზევებს, დაცემა მოხდა. უფლის გაცაცდება ქართველი. ძველი წელი აღნიშნეს. მეოთხე საუკუნეში კავკასიაში შეკუმშულება დაგწია. თუმცა ბაბუ, ღმერთმა ქართველი არ დაიწყა. მისა ძალი და ღონე. რათა ერთიან ქართლის სამეფოდ ჩამოყალიბებულიყავით და ფარნავაზის ძალისხმევით
დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველო გაერთიანდა. ბავშვები, მე ამაზე ლექსიც ვიცი. შენ ჰეფარნავს, ქმენეთ მთავრობას, შენ მოეც ქართველს წიგნი პირველი, შენ დაუმკვიდრე ერთსაერთობა და ერთობისა წესი და ძალა. ბავშვებო, მეც მოგიყვებით ერთ ამბავს. აბა გისმენთ. იდგა ახალი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნე. ქრისტეს აღდგომის შემდეგ იესო ქრისტე დედა ღვთისმშობელს უბრძანა. ხო იდედაო ჩემო, არა უგულებო, ერი იგი საძებურო, უფროს ყოველთან ათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის. შესაბამისად გვიქეცი ქრისტეს მოყვარე ერად. უფრო საინტერესოს მე მოგახსენე. სიდონიანი შულარა ეს კვართი, ჩაიკრა გულში და სული გაიგო. ბავშვებო, ამაზე დაერთო უფრო მნიშვნელოვანი ამბავი. უფლის ჯვარცმა საქართველო და საგანგებოდ ესწრებოდა ცხეთაში მცხოვრები ებრაელები. ელიოს ცხეთელი და ლონგინოს კარსტელი. ხო, წილათებოდ, უფლის კვართი ჩამოეტანათ მცხეთაში. ეს ამბავი ერთ ლექსს ვახსენებ. ჩვენც ვიცით ეს ლექსი. მაშ მე დავიწყე. საქართველო ქრისტე ღმერთის მგალობელი რიტორია, ქვის გუმბათზე ნაშენები ეკლესიის კვიტონია. ადუღებულ ციხე კოშკის ბიგთარი და ქვის თორია, გმირთა სისხლით შეტბორილი ნაომარი მინდორია. ცხეთის გულში დამარხული კვართია და სიდონია. ხორცეულად მცირე არის, სულიერად დიდრონია. თმით შეკრული ნინოს ჯვარი, ცხელი სვეტის მირონია. არ შევღალო და არ შვენე საქართველოს ისტორია. სადაც თვის კვართზე მაცხოვას, სვეტი აქვს აღმართულია. სადაც ანდრიას, მატათას, სვიმონს დაუდევს რჯულია. ღვთისმშობელს წილადებ საქართველოს გაქრისტიანება, თუმცა სხვაგვარად წარიმართა ყოველი. ღვთისმშობელმა საქართველოში ანდრია პირველწოდებული მოავიდა. მას ხელთუქმნელი ხატი გამოატანა და ჩვენი ქვეყანაც ღვთისმშობლის სილხვედრი გახდა. მოციქულთა ხანაში იბრიახო ძლიერი სახელმწიფო იყო, რომელიც მთელს ამიერკავკასიას მოიცავდა და ამჟამადაც იცავს. ისიც ცნობილია, რომ ის იმპერატორი ფარსმან მეორე ქველი რომში მიიღო. მან ეს ამბავი აკივსაცემად მიიღო და ძეგლიც დაუდგა. თუმცა რადგან პირველ-მეორე საუკუნეებში არ იქცა ქრისტიანობა სახელმწიფო სახელმწიფო. სამწუხარო წარმატება, კვლავ ძლიერი. თუმცა ღვთისმშობლის სილხვედ ქვეყანას უფლისნები განმანათლებელად წმინდა ნინო მოუვლინა. Da
კახეთის მთათა ზედა და ხეებში ქარიშხლები ყავთ. მოდიოდა, ნინო მთებით მოდიოდა და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი. ეს ჯვარი ვაზის ტოტებისგანაა შეკრული. მისი ნაყოფის წვენი საიდუმლო ზიარების დროს ქრისტეს სისხლად. სწორედ ეს გახდათ მიზეზი, რომ მტერის შემოსევისას ქრისტიანობის მთავარ სიმბოლოს ვაზს კაფარ. იგი ხომ ზიარების დროს გვაძლიერებს და დიდმაც გვაგრძნობინებს. დედოფალი აბადა, დედოფალი აბადა, დედოფალი აბადა. მირიანი კი სანადირო წავიდა. ავიდა ცხოთის ხათა ზედა. გაიმე რა მოხდა? სევნელი არ განაცდა. დაიქნა ვითარცა ღამე უკუნ. რამო? რა ხდება? ჩემო ღმერთო, თქვენ უნდა მიშვიდო. კაც, გაი, არმა, სათხარ. ამეხა. ორგანა. ჩემო ღმერთება მიმატოვეს. არ განმინახეს გარეგო ბნელი. იქნებ ნინოს ღმერთი და მეხმარა. ღმერთო ნინოსაო, განმინახე ბნელი ესე. რათა აღიარო სახელი შენი. თაყვანი სეჯ ვარსა შენსა. იყო მორჩილი შენი რჯულისა. გამოვიდა ნათელით და ბნელით გაიფანტა. მადლობა უფალო შენგან. მეფე სასახლეში დაბრუნდა. მეფე სასახლეში დაბრუნდა. ატივი ეცით ნინოს ღმერთს. ატივი ეცით ნინოს ღმერთს. ატივი მიავით მას. მადლობა უფალო შენგან. სნეული აღმადგინე გზაბნეული. მეუღლე ჩემი ქრისტეს ნათელს აზიარი. დიდება შენ და უკუნითი უკუნისამდე. იბრძანებია ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად იქნას გამოცხადებული. აი ბაბა, ეს იყო მირიანი. მის დროს ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ეს ყველაფერი კი 326 წელს. ქრისტიანობას წრები გამოუჩნდა. სპარსეთი და ოსმალეთი, მაგრამ ქართველებს მხსნელად უფალმა ვახტანგი მოვლინაო ქრისტიანობის ხომაგმა ეს ძალა აგრძნობინაო. პირს უკუაგდო სპარსეთი. ქართლს რწმენა განუმტკიცაო. ვარსკენ სიკვდილი არ გულა. შუშანიკს უკუდავება. ქართლს იყო კათალიკოს. მოძღვარი მიუჩინა. ძეგლი დაუდგა ჩვენს რწმენას. ეკლესიას კი ავტოკეფალია.
და ღმერთმა კურთხეულმა გრიგოლ ხანძთელი ხსნელად მოპევა. შემდეგ რამო მიყევით ისტორიას. გვითხარით ამბები დიდებულ წარსულს. ისევ არ დაწყნადნენ ქართველები, ტერმაც ყველაფერი გათელა, მაგრამ გადმოგხედა ღმერთმა კურთხეულმა და ძლევა ისაკვირველი გვაჩვდა. ზღაპრულ მერანზე ამხედრებულით. შემოაბიჯა გეგუთის ატეხილი ჭალებიდან და სარაგო გმირობის ამბები დაგვიტო. ახმაშენებელი, თბილის მობრძანდება, ყალხზე შემდგარი რაში. გული გაიმაგრე, გული გაიმაგრე, გული გაიმაგრე და აი ბაბ, ის იყო საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი მეფე. დავით მეოთხე აღმაშენებელი. ეს გამესე. ქონდა ოქროს ხანაც. დიდება ძველი, ყავდა
ჩვენი დიდება მაშინ. დიახ, მეფეთ მეფე და დედოფალს დედოფალი. აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა, აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. მაგრამ უსაბედოდ მადლიარეულა, ბორბალი უხუხმა დაჭრიალებულა. ჩვენთვის მონღოლია პირველი სასჯელი. მონღოლს მოჰყოლია თურქი და სპარსელი. ტურფა საქართველო ყორნებს წაუღიათ, სპარსეთ და ოსმალეთ შუაზე გაუყვიათ. ჩაშლილა თვალი და ჩაჭვი ჩარგვევა. ქართველ, უცხით რანი ვიყავ, ისევ მოвихმეთ წმენა ფარადა, დავუდგით დიდი საყდარი, ქრისტიანობას მარადა. მას ფლეთდნენ, მას ყოეთდნენ, კერძ გაზებით აგლეჯდნენ და სისხლში ვიაგრილებდნენ შანთებს. წამებულის წმინდა დედოფალს, წამებულის ვაგეთაგან მოდიოდა ორი სიტყვა. მხოლოდ ქრისტე, მხოლოდ ქრისტე. ეს გახლდათ საქართველოს სიწმინდე და ნამუსი. დედოფალი ქეთევანი საქართველოს დედა. მამი, ნართული მოსასვლელი ყოფილა ამბები საქართველოს, რომელიც ჩვენმა ძმებმა წინაპრებს თავიანთ თავზე იწვევდა, რომელსაც მრავალი ქართველის ლამაზი სიცოცხლე შეეწირა. მართალი ხარ, მართალი. 1978 წელი. ენას გვიგინებ, გვართმევდნენ, გვირხმიდნენ. დავიცავი, ან დავნებდი, ან ვაქენინებდი, ენაი შემკული და კურთხეული, უცხო ტომელთა. რამე თუ მეორედ მოსვლის შავს, ქართული ენისგან იკითხება ადამის ტომის მოდმა. გამარხულა არსენაი ქართული. თემდე მეორედ მოსვლისა, მესიისა საწამზე. რათა ყოველსა ენასა, ღმერთმა ნამხილს, ამით ენიშნა. და ესე ენა, ძინარი არის დღესა მომდე და სახარებასა. შინა ამასა ენასა, ლაზარე ქვია და ესე ენა, შემკული და კურთხეული, სახელი თაუქლის აიღო. მდაბარ და დაწუნებული, მოელის დღეს მას, მეორედ მოსვლის აუქლისასა. ჩვენი უახლესი ისტორია, ისევ გლოვის ზარია. 9 აპრილის გოლგოთა და ამაღლება. თქვენ საქართველოს სიყვარულში დაილეწებით, თქვენ ღმერთში ხართ, თქვენ ბაზში ხართ, როგორც ლერწები, თქვენი სიკვდილი თვით სიკვდილსაც დავიწყებია, თქვენგან დანთებულზე წრები დაიწებია, შეხედე ირგვლივ რა მთებია, რა მიწებია, დადგება ჟამია მიწაში ჩაბიწდებია, ზეთუ ნახავო საქართველოს მზეს გარიდები, ახლა სუყვალოს მზე შიგივია, ჭეშმარიტები. დებო მერწმუნეთ ყველაწოთი დაგურილი სისხლი, არის კანჩული საქართველოს ცრემლების ღირსი. რადგან იწვეთით, რაც დაეცა იბერთა მიწას, სულ ყველაწოთი ამაყდა და ვარსკვლავად გადა. რაც შეეხება ჩემს სიცოცხლეს, ცოცხალი რომ, სწორედ ირგულის რამას ნება.
აზრი. გუზომოდ შეყვარებული ბიჭის სიტყვებით მესასავი ჩაგვეს მის გულში. ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩები. გულის კაცები და ვაჟკაცები. ერთი ხუმბარა გვერდით თანგვიდებს. სიკვდილის შიში ვერ აგვაკიდებს. იყო მათი თავგანწირული სულის კვერთხი. 17 ქართველს შეებაშა გაიხსნა გენეტიკური კოდი და ერთხმაც დაიწერა. 9 ხვარი რომ ჩამარტყა 9-ჯერ გულში, ტრის ჯინაზე 9-ჯერ წარედ გავიცინებ, დავიღლები საქართველოს სიყვარულში, სასთუალზე ერთხელაც არ დავიძინებ. იბრძოლეს როგორც ჩვენო. მტერს კი არ დაუნებდნენ, სამშობლოსათვის ჯეროდა. თავს სასიკვდილოდ ვდებოდნენ. ხოდა აღასრულეს კიდევაც, როგორც შვებიათ გმირებს, სულებს საუცხვის დიდება. 17 იყვნენ 17-ზე, ერთად უწვიათ ლოცვა, ღმერთთან ავიდნენ იმ დღესვე, გარდაიცვალნენ როცა. იდენტობასა და ქართულ ენას. რისთვისაც დიდი მადლობა ჩვენს უწმინდესა და უნეტარეს
ილია მეორე. ქრისტე გიმზადებს ტალანტებს ათას, შენ კი არ გინდა დადო ობოლი, იმრავლეს მიზეს და შენ სამკვიდროს მიამსხვევ როგორც იერობლი. მებადურებ და მიქანსულნი მისდევენ მცელსვებს, შენ კი სულ მოკლებ, რადგან ვერ ხედავ ხიბლს სარგებელს პატარა თევზებს. და როცა გველი სიღრმისეული ხედვის გონების ცდილობს დამხობას, ყის წარკვლის სასხლს და სულს აბიწყებს თავის ღვთაებრივ წარმომავლობას. თუ ცუდ მედიდობს იზრდა ვრისხვას და თუ დაბლდელი აღსდგები კიდეც ვიდრე სწავლი ძმისად განკითხვას ყოველი ცოდვის მიზესთა მიზეს და თუ ბრძოლაში ეცემი მტერთან სისხლდა წრეტილი იფერებ მიტკრებს გაიწყებ რომ განსაცდელთან და ჭირთა შორის უყვარხარ ქრისტეს და თუ შვიდ კანდელს ამსგავსა ზეცა და თუ ლაჟვარდი აფუებს ცისფონს ცარ კაცი მიწით რატომღა შექმნა რომ იგი მუდამ დაბალი იყოს და თუ იყავი არ არას უკან
შეგძერწეს მიწად და გახდი მეფე. ნუ დაამწუხრებ შენს კეთილობას, რომელიც მუდამ სულ გრძელებს შენზე. თუ ქრისტემ დაათმო საუფლო მამის, დახუროს ქოხის სამკვიდროდ წილხთა, რომ საფასურად სამსხვერპლო კრავს, ექცია ღმერთად გერუტულეთი ხარ. თუ ამბორს გიხობს ვიტძეს საყვარს და სინანულის გმოსავს ორფის, ნუ გაექცევი ვით აბესავო, ულამაზესად ვით შებორკილი, ნუ გაექცევი ვით მამის წმინდას, განშორებული შვილი უძღები, დაბურული სახლში, ვით რეგლოცავე, ძლივს და ჩუქილი მამის მუხლები. თქვი, რა არსებობს სათატრიალში, რაშიც არ იყო იობნებული, სადაც ებუცრიან ადამიანი, იქ უნდა დარჩეს გამარჯვებული. აქ არის მამა, მიმკებებელი, მუდამ შენს გვერდით არ გიმზერს მკაცრად, როგორც იობნა. თქვი, თავი ჩემი, შემირაცხიეს მიწად და ნაცრად, თუ შეორდული, გახსოვდეს ჯვარი, მთელი სამყარო სიმძიმეს იღებს. ნუ დაივიწყე, რომ გასაცდელთა და ჭირთა შორის უყვარხარ ქრისტეს, თუ გაგიჭირდეს, მოუხმე დედას, უბეშჩაქრული რომ ყავს უფალი, რადგან არ აყავს, არც აქ, არც ზეცად, მასზე უტკბესი ჭირის უფალი. სეციდა, მიწად გარდმოხდა ღვთისზე, ჰოი რაბა მიქმნა მეტანია, სულ ორი სიტყვა ახარებს ქრისტეს, შემიმდე, ცოდე, ჩემი ბრატი. ისთა საუფლოდ გადაქცევ ბებერ გოლიათს. ყურს ვუგდებ მდინარე რიონის ვაშკაცურ ბუხილს და მინდა 10,000 ანატოლის გულის თმას შევუერთოთ ჩვენი გულის. დაიარას დროს მოიღრუბლოს ზეცას საუბრს, მუდამ შვიდობა ყოფილიყოს ჩვენი მეგზურს. და ეს საუკუნებს გადასწრეს ეკოთხმა მშვიდობის, რწმენისა, გზიახის. და ეგუგუნებდეს მრავალჟამიერი, ჰიმნი სიყვარულის, მეგობრობისა, ძმობის. ვავი, შენს გულის, რანთი ხსენების არსულისა და ჩვენ მომავალს ერთგულად გვაქვს. გვიყვარდეს, გვახსოვდეს, რაც განცი გვაქვს დღეს. მამული, ენა, სარწმუნოება. მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩვენს სკოლაში დღეს
შესანიშნავი არის საბავშვო სკოლაში შეიძლება საერთოდ ვისალები გამოვიდეს ვისალებით ჩემოგოლებო სკოლის დირექტორებო მშობლებო მოსწავლეებო გამიდაგითხრათ რომ დღევანდელ დღეს კიდევ ერთი კაბატონი მაია რესურსების ეს კაბატონი მარიხი რესურსების სპეციალისტი და გამიდაგითხრათ რომ დღევანდელ დღეს კიდევ ერთი ის შესანიშნავი დღე შეეძლოთ ჩვენ სკოლას ამიტომ ამ სკოლის კედლებს აფსორს დიდი სტუმრობა უწმიდეს თავმჯდომარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქა სკოლის პატრონს ამ სკოლის სტუმრები წარდებოდა დატებგაიმეთები გამოსწორდა ამ სკოლის სტუმრები წარდებოდა ჩვენი დღევანდელი და კიდევ ერთხელ მინდა რომ იმ სტაბილიზების წიგნში დასდება ალბათ კიდევ ერთი დიდი ადამიანის წარმოჩენი თქვენი საკითხით და მინდა რომ ეს ასე იყოს და გავწევდეს ეს ტრადიცია თუ რაც ცოტა ჩვენ ხედავთ და მოსწონდით ეს არის ის შრომა და იმისთვის ვიწვით სკოლებში რომ ეს კავშირი ერთმანეთში სულიერი განათლებისა და რეალური განათლების ხარჯების დაგაკვირვება და იყოს კავშირი. ამიტომ როგორც აღინიშნა რომ წარმოუდგენელია ერის ისტორია იყოს ისეთი რომ მას არ ახსოვდეს და თუნდაც ახალგაზრდა ის თუ ასაკობრივი თავისი წარსული არცოდეს არცოდა მოზე ფიქრი აქვს და საკუთარ ჭეშმარიტი ფიქრი. ამიტომ გამომდინარე იქიდან რომ დღეს რაც წარმოადგენს ჩემო ახალგაზრდა სიცხე და სულშია ასე ვთქვათ გამძლე. ჩვენ გადაწყვეტილი გვქონდა ასეთი სახის პოზიციების მოწყობა ორგანიზება აილია გაგორებაში დაგვიგა და რაღაც ერთობლივი თანამშრომლობით მივიღეთ ისაც მივიღეთ და ვფიქრობ რომ ძალიან კარგია რომ სიმბოლურად აი ამ დღეებში დაემთხვა და დავამტკიცეთ ეს პოზიცია და თუ ვალუდიძეს ის და თითქმის შემდეგ უდიდესი დღესასწაული არის კიდევ და ამასთან ერთად 9 აპრილი არის ახლოს იყო ქართული ენის დემოკრატიასაგე 14 აპრილი და სიმბოლურად ეხმიანება ეს ყველაფერი ერთმანეთს. ამიტომ თუ ისტორიის გარეშე, წვენის გარეშე, სწავლის, განათლების გარეშე მომენტი ძალიან თუნდაც და აღინიშნა კიდევაც და ყველაზე დიდი ხალხასაწყობის არის რომ სკოლის კედლებში უცხოურ და გვაქვს საუბარი ამ საკითხთან კარგად პროგრამები და კარგი ხაზი ასე ვთქვათ სტრატეგიულ ზონებში მიდიოდა დამახშენებელი თან წინები ექონდა და მას ცოლა ერთწამოვიდნენ განათლების გარეშე უდიდესი სტრატეგია იყო და ამ სტრატეგიას ცოდეთ ცოდნა აწევს ადამიანს. კავშირი, სულიერი კავშირი, სულიერი არის და მეცნიერებთან ერთად ურთიერთობა ერთმანეთის გარეშე უზრუნველყოფის ფუნქციები არის ერთ-ერთი ცალკე ინდივიდი და ძმოები მეცნიერება. ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწამის სტუდენტებს, დიდი მადლობა მოსწავლეებს, რომლებმაც მთელი სული და გული ჩაჯეს. მინდა აღნიშნო რომ ეს ღონისძიება მოწყობილი არის უშუალოდ სკოლის ძალით ასე ვთქვათ. სცენარიც, არაჟირებაც, მუსიკაც ასე ვთქვათ და ყველაფერი არის ჩვენი სკოლის პედაგოგიკის კატეგორია და აქ ყოფილა რაიმე გარჩევა და ამით ამავდროულად ჩვენ და ვამაყობ მე მართლაც მივიღება აი შემოქმედები ამ საქმესა კათოლიკოსა და პედაგოგის მოსახლეობის დაბაყობილმა მუსიკის პედაგოგი თანხმოვან წადიარომ სიაზე აღარ მოწოდა დიდი წვლიაჩებული და მათთან დისპეჩერზე გადაერა ყველაფერმა დიდი მადლობა ბავშვებს დიდი მადლობა მშობლებს მარტო ცალკე სკოლა ეს ვერ დააკეთებს თუ ის ვედით იქნა მშობლები ამიტომ გამომდინარე აქედან და მომატო მშობლებს რომ როდესაც გვაქვს ასეთი კავშირი ერთმანეთთან ოჯახის სკოლა საზოგადოება კი ბატონო და უნდა იყოს აუცილებლად სკოლის გვერდით მშობლები ამეთუ ამ შემთხვევაში წარმატება მიიღწევა და თვალსაჩინო არის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და მინდა ახლა თქო როკას ეთიოსიფით შეგვიპასოს ასე ვთქვათ ჩვენი ნაშრომი და შემდეგ მადლობა დიდი შემოჩადებული რომ ისტორია შესაძლებლად წარმოაჩინე
გურიას ბრძოლა არის. დღეს სხვა ეპოქა სპეციალიზაცია და ჩვენი ბრძოლა დღეს ბრძოლა ჩვენი ხმალი დღეს ბრძოლა განათლება ჩვენი გონიერება და სიბრძნე და ჩვენი ჯაჭვის პერანგი უნდა ვიცავ ჩვენი ნეტობას არის ჩვენი ენა მამონსერტოება ჩვენი ენა ისპანი ხალხობა უზნეობრიობა და სიყვარული აი ამით უნდა ეს ბრძოლა ხმით დოიზე უკვე ეს გადავიდა სხვა ხალხების ვიტყოდი ერთი ნაბიჯი გადადგმული თაიში თეთრში ესეთი იქნა და მეტყოლსო არტილერი ალბათ განათლების მოწინავე იგივე ეს დიდი მედია მოძრაობის ეს მაგალითად არტილერიის სისტემა ედებს ახალ გზებს საშუალებას მიკროფონ ერთობით ამას ჩვენ ესეთ გავიქით და ამ ახალ ფილმებში ამ ახალ ცივილიზაციის ფილმებში ჩვენ ასე ვიქნებით სახელოვანი თუ ვიქნებით ერთობა აქ მრავალი თემა ემიგრანტების თემა და იქ ჩვენი ქართული ბავშვების adova ეს არის ეს პატრიარქის საოცარი სიყვარული მამულის და სიყვარული მომავლის აი ეს ქართული სამზოლოები ქართული სამზოლოები იქ დაბადებულო ქართულ ბავშვებმა იცოდნენ სამშობლო იცოდნენ ენა და აბსოლუტურად ადგება ჟამი თუ ისინი დაუბრუნდებიან თავშეყარას არა უხისტოვო ეს გარეშე თუ არამედ დიდ ესეთ ანერგიული ახალი თაობა იმ ცოდით ჩამოვა ჩვენთან დაუბრუნდა ქვეყნის ერთ იან აუდი მოსკოვში ამის ლოცვა ჩვენ პატრიარქის ხევა და იგერთი ქორეოგრაფია რაც სიტუაცია ყველა თუმცა ინტერპრეტაცია სამეს დაიწერა ხაობების თვითონ მესე დავინახე რომ დიდი პროცედურა და და ეს ტრადიცია ჩვენ საუბრობ ეს უწყვეტი კავშირი თავშესაფრ და მომავისა არის სატინდარი ჩვენი არ მარტო გადარჩენის ჩვენი წარმატების გაწინების ველი ჩვენ იურის გაწინებას თიშენცენ ის მათი დაუბრუნდა და პოზიციის მე და დავიწყდი მათ მივესალმები ჩვენთვის უდიდრეს საზოგადოებას, მივესალმები მეუღლეს, მამებს, ჩვენთვის მშობლებს, პედაგოგებს და განსაკუთრებით ჩვენს არაჩვეულებრივ მოსწავლე ახალგაზრდობას. დღეს ნამდვილად ესასწაული გვაქვს. ჩვენ ვეზიარეთ კიდევ ერთხელ ჩვენს წარსულ ისტორიას და ნათელია ის რომ ერი რომელიც ივიწყებს წარსულს, კარგავს მოყავაც. ჩვენ ვერასოდეს ვერ დავიწყებთ ჩვენ წარსულს, რადგან ჩვენი ისტორია დაფუძნებულია სწორედ იმ რწმენაზე, სამშობლოს სიყვარულზე, რომელმაც აქამდე მოიტანა ჩვენი ქვეყნიერება და ვერცეთ ჭრილში, ვერცეთ გაგზავნილებაში, ვერცეთ ეპოქაში, პერიოდში ჩვენ ამას ვერანაირად ვერ აუვით გვერდს, რაოდენ არ უნდა გვინდოდეს. საქართველო არასდროს არ ყოფილა დალხინებულ პერიოდში. საქართველო თუნდაც იმ დავითის დროს, თამარის დროს, მაშინაც ძალიან ბევრი უკმაყოფილება, მაშინაც ბევრი შიდა მოშურნებელი ყავდა ქვეყანას და ყოველთვის უჭირდა ამ მხრივ ქართველობას, მაგრამ თავარი ერთი არის, რომ ჩვენ განსაკუთრებით
მე როგორც ერთი დიდი დედა ვიტყოდი, რომ მთელი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კაცობრიობის მთავარი საზრდო მაინც დედების და ქართველი დედების მხრებზე დგას. ჩვენ თუნდაც დღევანდელი მოკლე წარმოსახვით, რომელიც ჩვენ მოსწავლეებმა წარმოვიდგინეს, ოჯახში ხდებოდა, როდესაც თუნდაც ბაბუაშვილი შვილს უხსნიდა, ხო, იმ ისტორიას. ჩვენ რაც არ უნდა ვისწავლოთ სკოლაში, ამას უნდა შემდეგ კიდევ უფრო მეტი შთაგონება იმ სიღრმეში, რასაც ოჯახი ქვია და ჩვენ იმიგრაციას შევეხეთ, დავახსენეთ ის ფაქტორი, რომ რთულია დღეს, როდესაც დედებთან არ ირთდებიან შვილები, რთულია, როდესაც ოჯახები არის გახლეჩილი და ამას კიდევ სხვა რთული ბევრი საკითხი დგას, რისი მომსწრეს ჩვენ ვართ სამწუხაროდ სასკოლო საზოგადოებაში უფრო მეტად ვინც ვართ ჩართული. ჩვენი მოსწავლეები თუ როგორ განიცდია ზოგჯერ მშობელმა და ოჯახის წევრმა არ იცის ეს მდგომარეობა, რა აწუხებს ბავშვებს, რა სჭირდებათ ბავშვებს, მათ არ სჭირდებათ არც ჩაცმა, არც დასახური, არც თუნდაც იზოლირებული ტელეფონი და ასე შემდეგ, მათ სჭირდებათ სიყვარული, მათ სჭირდებათ ოჯახი და ვიტყვით ამას, რომ მაშინ როგორ რა გავაკეთოთ და ისევ დაუბრუნდები ჩემს სიტყვებს, საქართველოს არასდროს არ ყოფილა ესე ვთქვათ, ხელგაშლიან ცხოვრები საქართველოს ყოველთვის უჭირდა და ამ გაჭირვების დროს არასოდეს არ ტოვებდნენ დედები შვილებს, ოჯახებს და ჩვენ უნდა ის შრომა გადმოვიტანოთ ისევ ჩვენს ქვეყანაში, ის შრომა ჩავდოთ ისევ თუნდაც როგორც ფიზიკურ შრომაში, ასევე გონებრივ შრომაში, მე თავადაც ემიგრაციის ოჯახიდან ვარ ერთ-ერთი შვილი, რომელიც ყოველთვის გამიცდიდი დედის და მამის სიყვარულს და ეს იმდენად ტკივილი მქონდა მთელი ბავშვობა, ავიღე მეც ჩემ თანაცხოვრების გეგმარების პროცესში, რომ ჩემი ორი ვაჟკაცი ჩემთან ერთად გაზრდილიყო და მე როდესაც დამიდგა საჭიროება ემიგრაცია თუ ჩემ ქვეყანაში რაღაც მცირეს დავმყოფილდე და გავაგრძელო სწავლა და იქნებდა ერთშვენიერ დღეს ჩემთვისაც იქნეს ნათელი, მე ავირჩიე ჩემ ქვეყანაში დარჩენა და დღეს ვარ იქ, სადაც ვარ და მე მადლობა უფალს ამისთვის. მადლობა მინდა გადავხადოთ თითოეულ თქვენთანგანს, თითოეულ მოსწავლეს, რომელმაც ასე სიყვარული და რუდუნებით, როგორ აცინცინებული თვალებით იყურებოდნენ მეუფესკენაც და მამებისკენაც, როდესაც ისინი თითოეულ სიტყვას გადმოსცემდნენ და მე მიხარია ის, რომ ჩვენ გვყავს სასწაული თაობა, მე ამას ხმამაღლა ვიტყვი, შეიძლება ბევრს ვერ წარმოვიდგენია, ქუთაისში დაახლოებით 34,000-მდე მოსწავლე გვყავს. ჩემო ძვირფასებო და აი ბოლო 3-4 თვეა რაც პოეზიის ნაწილში ხვდებით ჩვენს არაჩვეულებრივ ადამიანს, ბატონ პოეტს, ბატონ ტარიელ ხარხელაურს და დაახლოებით ამ 3 თვეში 500-მდე მოსწავლე იდგა უკვე სცენაზე. ეს იყო რიგ სკოლებში შეხვედრები და ჩვენ კიდევ ვაგრძელებთ 80 იუბილეისთვის ვებზადებით და ამ პერიოდში მოსწავლეებმა თვითონ თავიანთი მასწავლე საერთოდ რო არ მეგონა ისე წარმოაჩინეს ეს ლექსები და ისე რუდუნებით ყვებიან, ისე მხოლოდ სამშობლოზე, სიყვარულზე, რწმენაზე, ხო? აი დიდება უფალს რომ ნამდვილად წავს დაგჯერა რომ ქართველობას გადაშენა არ უწერია და ღმერთმაც უთნას ეს ყველაფერი. მადლობა მინდა მამა ილიას გადავხადო ამ არაჩვეულებრივ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. ჩვენ სანამ ერთად ვიქნებით აუცილებლად ვეკეთებთ და კარგ საქმეს გავაკეთებთ და წისვლას და წარმატებას უსურვებ. მე ვიცი 29 საჯარო სკოლის შესაძლებლობები ჩვენ აქ არაერთ კარგ ღონისძიებას გვინახავს, სპორტული შეჯიბრიც გვინახავს, თავიანთი წარმატებებით. ისიც ვიცით რა დეფიციტიც გვაქვს ამ სკოლაში და ამასაც აუცილებლად გამოვასწორებთ. ბატონ ტარიელი და იცით რომ ხართ ჩასული სკოლის პირველი ეტაპის რეაბილიტაციის პროცესში და როგორც კი განახლდება ეს ციკლი აუცილებლად თქვენც გექნებათ ეს სივრცე მოწესრიგებული შესაბამისად და რაღაც ბევრ წარმატებულ და წარჩინებულ მოსწავლეს და ახალგაზრდებს ვისურვებთ. Ეხლა ვცდილობ ძალიან მოგონი აღარ ვიჩერდა ჩვენს მადლობა ყველას აქ მოგზაურობისათვის განსაკუთრებით ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავახადოთ პედაგოგებს რომ პედაგოგებთან არ დაგვადებულოთ რომ გავიზარდე და როგორც ხალხმა მოაიღო ძალიან ბევრი კეთილი
იდეის ავტორები ბრძანდებით. თქვენ არა მარტო თქვენი ოჯახის აღზრდა განათლება, არამედ თქვენი სიყვარული თქვენი შვილების მიმართ. ეს იქნება ოჯახის თქვენთვის უკეთ უნდა ეს ყველაც ოჯახათისა და მოსვენებას არ აძლევთ, არც მოძღვარსაც, არც ბავშვებსაც, რომ კიდევ ამ ფეხში ჩართოთ, ეს ძალიან დიდი გასახარებელია. ამიტომ წერია სახარებაში სამყარო დიდარ არის. მომყარი მცირედი, ამიტომ ილოცებთ სამყარო რა და მეთქვა მომყარი მოგვიგონოთ. განსაკუთრებით ძალიან დიდი არის, რომ სწორედ ასეთი დიდი ღონისძიებები ყოველთვის ერთგვარი ჩვენი სწორედ ხოცის გადაშლა და ჩვენს სულიერ მიმატიანეში ძალიან დიდი მეხსიერების აღდგენების იქნება თუ ხელახლა შეძენის დიდი რაღაც საკვები დიდი მასალა რომელს უნდა გადაგვარჩინოს. აუცილებელია ეს, იმიტომ რომ მე როგორც მოძღვარს სულეთ ამის ადრესატურის ბრძანდება და ესეც თქვენი დიდი დამსახურება, თქვენი პედაგოგები, ჩემი ატონი თამაზის აგრძელდება ერთი დიდი ისურის სამგლი აი სკოლისა. არა მარტო შეძებით თქვენო წმინდა გიორგი გავიხარებიათ, რომელიც მაცაც მე ძალიან გძნობ მაქვს. იმიტომ რომ წმინდა გიორგია, რომელიც სწორედ ევედრება მეზარ მეტიც ვაძლევს აი ამ სტიმულს, რომ ჩვენც ნამდვილად ესე მოიცე და ის სიხარული, რაც არა მარტო თქვენთან მხედავად, არამედ თუნდაც ბავშვები ჩვენთან მოდიან, ასწავლებას მოყარებენ და უხარიათ, რომ მათ თავშად ლექსი მიეცით, რაღაც მასალა მიეცით. ესა ჩემი ძალიან დიდი სიძლიერე. იმიტომ რომ არ ავდეთ თქვენ მეგობრებია, რომ არ ავდეს მე მაგალითად თუნდაც ის ძალიან კარგი სპორტის პედაგოგები, რომლებიც მეხმარებიან ბავშვის აღზრდა განათლებაში, იმიტომ ჩვენ ვიცით სამწუხარო ფაქტია, მაგრამ რეალობა არის. დღეს მოიცვა აი ამ უზრეობამ, ნარკომანიამ, უჩვეულმა გაგებამ, საზოგადოებრივ და განსაკუთრებით ჩვენი ახალგაზრდა და ხშირად ფაქტად აი სახელზე ხედავთ, რომ აიგონება გერ ახალგაზრდა იჭმა თავი ზოგადად ისევე ამენ თავის თავს. და აი ეს ძალიან დიდი შემართება, რაც თქვენ სწავლის პერიოდი იქნება, ეს თუნდაც სპორტის რომლებიც მეხმარებიან რომ ბავშვებს სიგარეტი იქნება, სხვადასხვა აი ეს პროცესები, რომ დილსიტყვაობასაც კი არ მოხდა გაუკეთოთ. აი მე როგორც მოძღვარს მადლობას გითხრით და ნამდვილად ამიტომ არის გასახარებელი ერთით, რომ მე შეიძლება ხმაურად ვთქვა ჩემო მეუღლე და შემდეგი თამაში, რომ ჩვენი ეკლესია ნამდვილად აფსილია ჩვენი უბნის აგება მაილარი მოსამდება ახალგაზრდობით, რომელიც ახალგაზრდობაც როდესაც მშენებლობა იქნება, არა მაკეთლის საქმე იქნება, ყოველთვის ვერჩი ვიტყვით. ვიტყვით დღესაც. კიდევ ერთხელ მადლობას გითხრით ბატონო ჩვენ პედაგოგებს და ჩვენ მოსწავლეებს და რაც შეიძლება განსაკუთრებით ყველაზე დიდი გასახარებელი ფაქტორი ის რომ ეკლესიის ღვაწლი ნამდვილად არ დაიწყო ჩვენმა პედაგოგებმა, იმიტომ რომ ეს მთლიანად თქვენი შემოძია, თქვენი ესე იგი სულიერი სიგნის შედეგი არის. ამას რომელსაც ძალიან დიდი საფუძველი ჩაუყარა მეუფე კალისტრატეს დიდმა მამაშვილმა, სულმა რამე თუ ფეგურმა თქვენმა პედაგოგებმა დაამთავრა. ის უნდა ეწლიანი სასწავლებელი, რომელმაც ასე უფრო გაგზარდა სულიერობაში და მე ძალიან ბევრი პედაგოგები ვიცი თქვენი სკოლისგან, თუნდაც ამოდის სხვადასხვა და თელიქთეს მასშტაბით, რომ არა მარტო ფილოლოგები და ისტორიკოსები, არამედ სხვადასხვა დარგის პედაგოგებს ეს სულიერობა მოგანიჭათ. და ესეც არის სახება ჩვენ მომავალში. და განსაკუთრებით სწორედ როგორც შემოგვიჩნდა ის ერთგვარი საშიშროება, რასაც მიგრაციას მოყვა. ინდეტონიდან კარგა ჩვენი ქართული ერისა, ნამდვილად ეკლესიამ იქაც შეუნახა თავისი უსმეთება, არა მარტო ენა, არამედ ყველაზე დიდი სამხურება და ერთგვარად დღეს რო შევხედოთ
იქ უფრო მიჯაჭვული ადამიანი დედა ეკლესიას უკვე დაიწყო, რომ თელი სწავლა განათლება უკვე ხდება ეკლესიასთან არსებული იმ სასწავლებლებისაგან, ვინც მე ფუნქციონირებს და ამგვარად მე მომისმენია ბევრი დიდი ადამიანებისაგან, რომ ბევრმა არა მარტო ქართველებმა, არა ქართველებს უკვე ერთგვარი სულისკვეთება უჩიდება იმისი, რომ საფრთხის ობიექტი შეიცვალოს. კიდევ ერთხელ მადლობას გეჭირთ, იმიტომ რომ თუნდაც მე როგორც მოძღვარს მადლობს საშუალებას იმისას, როგორც ჩემი თამადა, როგორც ჩემი კარიერი, მეორე კარიერი, რომ მე არასდროს არ დამავიწყდება. ბატონო დავერო, როგორც მაშინ სასწავლებლო სამდირექტორი გახდებოდა თამას დროს, რომელ ჯგუფში შევსულიყავი, რომელი ჯგუფიც აუნამეთქვა, ანუ ჩემთვის არ არსებობდა გრაფიკი. ყველა პედაგოგების შესაძლოა სკოლაში მაგალითად გრაფიკი და ჩემთან ოღონდ ბავშვი მოეწყოთ. ოღონდ ბავშვის ინტერესი ყოფილიყო ყოფილა შემთხვევა, რომ სხვადასხვა აკუთრებაც შევსულა და ბავშვების ოთხონასთან დაკავშირებით სწორედ ვისაუბრია იმ დიდი სულისკვეთებას, რომელიც ჯვარდიას მეთქე მოგვიყვანა. მადლობას მოგაცემთ ყველასთვის. შეიძლება რომ ბატონ დავიასოთ ყოველთვის სკოლის დირექტორები ჯამათში სულხასაბას დასახლებას თავისებურად დაბუგაშვილს უგუნავას ეკლესია არის პირველი ეკლესია სულხასაბას დასახლებაში და სპორტული ცენტრში არის და თავარისა ეს დასახლება და არა მარტო ეს დასახლება სხვადასხვა სექტებთან წარეთის და აი მაშინ თელი კოლექტივის შევიდეთ და ამ კოლექტივის წევრად დღესაც ვინმე ჩემთავს და ამიშინებია წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია და მისი ძალით არის დღემდე ეს დასწრებელი მუსიკა. და არა მარტო ეს დასწრებელი. დიდი მადლობა მამა ილიას ბატონისათვის, ვერჩიტუმისათვის. ვირას ეძებდა, ვის რა სამშობლო მასალა. მაგრამ თავარი განწყობა ეს ეკლესიაში. მე უფრო მეტ რამეს ვიტყვი. ერთადერთი სასწავლებელი საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, სადაც დაცვითი მუშაკები იყვნენ ქალბატონები. ყველა სუპერდირეს. ერთადერთი სასწავლებელი იყო საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, რომელმაც დაახლოებით 11 წლის განმავლობაში სპორტული ლიცეუმის აღზრდილებმა მონაწილეობა მიიღეს ბათის ლისაბონის და მოსკოვის სახალხო ოლიმპიურ თამაშებში. მაშინ როდესაც 27 სკოლა იყო სპორტული თამაში. ეხლა გავჩერდები. მეტი თავის კედლაში. მე ვარსეს კოლექტივი. თქვი და გამნეულდები ამ კოლექტივის წევრად ვინმე ჩემთავს და აქ ირიბათო პირდაპირ განსაკუთრებულად მოწვეული აქტივობას ფეცნობერად ვთვლი, რომ მე ვარ მონაწილე ამის. ჩემო ძვირფასო კოლეგებო, სტუმრებო. მადლიერება მინდა გამოვხატო ჩემი კოლეგის მიმართ, რომ უშეშანელება პირდაპირ ვთხარი, ძალიან გამხარი მეთქი. მინდა დიდი პატივი მივაგო ჩვენს მეუფეს.
მეუფე იოანეს. მისი ლოცვა უთხრით და ეს ძალიან დიდი მადლია. არა მე პირადად ჩემი გუნდი მუშაობს წიგნზე. ასეთი სათავეში იქნება ალბათ შეიძლება დავდოთ და მისი დარჩება თუ არა, მაგრამ უაღრესად დიდია განგება ღვთისა. ან უბრალოდ უსასრულოა განგება ღვთისა. დაახლოებით ეს ალბათ 60 წელში გამოიცა. ეს იქნება ქუთაის გაენათის ეპარქიაში პირველი წიგნი ალბომი. სადაც შევა აბსოლუტურად ყველა ეკლესია. სადაც შევა ყველა ეკლესიის წინამძღვარი. სადაც შევა იქნება განთავსებული როდის, რომელიც კი არის ამა თუ იმ წმინდანის ხსენების დღე, გარდაცვალების დღე თუ და ასე შემდეგ. მე უბრალოდ მინდა უთხრა, რომ თქვენ რაღაც განსაკუთრებული ძალა გაქვთ, იმიტომ რომ ამასაში ამდენ თუ შევძლებთ, ნამდვილად არ მეგონა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ ვერ მალავ ჩემს დელოზე. მინდა რომ ეს ასევე წარმატებული იყოს. მინდა რომ მშვიდობა გქონდეთ, ბედნიერება გქონდეთ. მადლობა ამ ახალგაზრდებს, ბავშვებს, ჩვენ შვილებს, მომავალს და მრავალ აღდგომას დაესწარეთ. კარგახანია სერმოთერგამში. ძალიან დიდი მადლობა მოწვევისათვის. იმისათვის, რომ კედლები, სადაც მე თითქმის გარკვეული დონის პედაგოგიური გემოცდილება მოვედი, 20 წელი გავატარე ამ შენობაში. თითქმის დასუფთავებით მე და თომას ჯავხიანი. დასუფთავებას რო დაიწყება ახლა შენებული შენობის. და იქ მე 20 წელს გავატარებ აფორმირებ პედაგოგურ კოლექტივს. მასთან ერთად შენ გაიზიდები თითქმის ეს ალბათ სვანაირი სიყვარული გაშენებს ახალობას. გუშინ ამერიკა ბატონო დარიელმა რომ ასე კონდიცია გვაქვს და მეჯათა. ზეგი მართლაც რომ მოდიოდი, გულში ვფიქრობდი, რა უნდა ვთქვა. როგორ უნდა მომიქცე, რა უსურვო ამ ხალხს, ამ სრულებით სულ არ მქონდა განცდა იმისა, რომ აქ ისეთი ღონისძიება დამხდებოდა, რომელიც თანამედროვეობას არ პასუხობდა. ნამდვილად ნამაზი იყო ყველაფერი, ნამდვილად კარგი იყო ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა ბავშვებს, ძალიან დიდი მადლობა პედაგოგურ კოლექტივს, თითქმის უმრავლესობა მათი ჯერჯერობით კიდევ არის აქ, რომელიც ჩემთან ერთად და მასთან ერთად მეც გავიზარდე. შემოქმედებაზე და მინდა წარმოგიდგენთ გარკვეული ირმა, რომლის სცენარიც არის მუსიკა ეხლა მოსავლებს მინდა 2 საათით ჩამოვძანდეთ და მეუფე გავუწევთ სამახსოვრო ციკლს. საათი დავოთ, ისე რომ Thank you.